გამარჯობა. ალო, გამარჯობა. გისმენთ ბატონო. ბოდიში ტაქსის გამოძახება მინდოდა და მე მგონი სხვაგან მოხვდი. არა, სწორად რეკავთ ბატონო. ტაქსის გამოძახება მინდა ფილარმონიასთან. ტარიფი 9 ლარი. და ჯერ რომ არ მithქვამ სად მივდივარ? და სად მიდიხართ ბატონო? პეკინზე. ტარიფი 9 ლარი, ხომ გითხარით ბატონო? კარგი, ველოდები. თქვენი ხმა საიდანღაც მეცნობა ბატონო. რა ვიცი ხო. როგორ არა ბატონო, აი რომ ვუსმენ თქვენ ხმას, ხვდები რომ ძალიან ბევრჯერ მაქვს მოსმენილი და საიდან ბატონო? მალე მოვა ტაქსი. ტელევიზორიდან ბატონო. კარგი, ველოდები და ცოტა მალე ხო თუ შეიძლება. გიცანით. ძალიან მიხარია რომ თქვენ სარგებლობთ ჩვენი სერვისით. ახლავე გამოუშვებთ ტაქს, ბატონო. გამოძახება ვინ წავა? ნინო. დიახ. ერთი წუთით რაღაც მინდა გითხრა რა. დიახ, აი ერთი წუთით უკაცრავ. კი, მიდი ნინო, გააგრძელე შენ. ცენტრი მეხუთე ვარ, ცენტრი. მისმინე ცენტრი ლილოში, ვარკეთილში, საბურთალოზე, დიდი ღომში ან სოლოლაკში თუ არის გამოძახება 3 წუთში მივალ. მეხუთე საათ ხარ ტერიტორიულად. კოსტავასთან ცენტრი აქვე, ავლაბარში. პეკინზე უნდა წაიყვანოთ ის როა. კობა ხაბაზი. ვა, მაგარია. გზავრია კობა ხაბაზი და ტარიფი აბაზი. ცენტრი. სად არის მგზავრი აბა? ფილარმონიასთან. ცენტრი. დღეს რა ლამაზი ხმა გაქვს ცენტრი? ნუ შიშინებ მეხუთე დამღალე უკვე. ო, კარგი, ხო, ბოდიში. მალე მიდი გელოდება მგზავრი. ნინო, რანაირად ელაპარაკები? რანაირად? დავი რაღაცნაირად აი ჩაულებრივად რომ დაელაპარაკო. არა, აი ნახეთ. მეხუთე სად იმყოფები ტერიტორიულად? რა მკითხე ცენტრი? სად ხარ მეხუთე ტერიტორიულად? ცენტრი, სანაპიროზე ვარ. რა არის ცენტრი? ხო არ მოგენატრა ჩემთან ლაპარაკი. რა ხდება მანდ ოფისში? მარტო ხარ ახლა? არა, მე და ბატონი დირექტორი ვართ. რა, ბატონი, რატონი, ცენტრი. რატონი? ნინო, რატო შემოვედი? მე ახლა უნდა გავიდე. ხო და თუ ვინმე მიკითხოს, უთხარი რომ გასულიაო. კი ბატონო. არგი ჩემო. კი ბატონო. გისმენთ. ესე უკაცრავად უკვე დიდი ხანია ველოდები და რამდენ ხანში მოვა ტაქსი? მალე მოვა ბატონო კობა. რა კობა? უკაცრავად შემეშალა ბატონო კობა. უკაცრავად. ისიც რა მე ქვემოთ ჩავა და იქ დაველოდები, კარგი? აი, ახლა კი ნამდვილად გიცანით ბატონო, კარგით გადავცემ. მეხუთე რამდენ ხანში იქნები ადგილზე? ვიქნები რა ასე 5-40 წუთში ცენტრი. ნინო, მე უკვე მოვედი. კი ბატონო, ვინმე თუ გიკითხავთ, ვეტყვი რომ მოხვედით. არა, ეგ კი, მაგრამ იქნებ ყავა გამიგეთო. კი ბატონო. ოშე შემიგე. ცენტრი? ცენტრი. მისმენ რა უნდა კითხო? ცენტრი, დირექტორი მან დირექტ ჩათალახი ეგა? რომელი ხარ ბიჭო? ბოდიში რა, ბოდიში სხვა რაღაც ვიგულისხმე შემეშალა რა. სხვა რაღაც იგულისხმე კი არა, სხვანაირად დაგელაპარაკები მე შენ. არა, მოიცა. აღარ მინდა ეკყავა რა. აგიხსნით რა ეხლა მან ხო ხდებით. მან ცენტრს ვეჩალიჩები რა მოკლედ რა, ცენტრს ვეჩალიჩები და ვიფიქრე გოგოა გავაცინებ მეთქი რა, ხო ხდებით რა. ეხლა მეხუთე რაო ვის ვეჩალიჩებიო? მოიცა რა ხდება ცენტრი ვერ გავიგე, წეღან ისა მე შენ ეხლა თუ შენ ცენტრი თუ ის რანაირად თქვენ ხო გაატრაკეთ რა. მალე მიდი ის გელოდება, კიკალიშვილი როა წამყვანი. გისმენთ? გენაცვალე, მე ჩამოვედი, ქვემოთ ვარ, ველოდები და სად არის ტაქსი? უკვე მალე მოვა ბატონო დათო. არ ვარ მე დათო. ახლა კი ნამდვილად გიცანით ბატონო გია. მამა თქვენი როგორ არის ბატონი ჯემალი? ახალი იუმორინა როდის იწყება?
ჩემო კარგო, ძალიან გთხოვთ რა, მალე მოვიდეს ტაქსი, ან მითხარით რომ არ მოვა და მაშინ სხვაგან დავრეკავ. ახლავე გადავამოწმებ. მე ხვდა მალე მიდი რამ გზავრი რეკავს ისტერიკებშია და მე არ მაქვს მაგის ნერვი. გზავრი ვარ მე. უკაცრავად. მე ხვდა სათხარ ტერიტორიულად. ნინო. რაღაცა მინდოდა ახლა და. ერთი წუთით ერთი. არა, მიდი შენ. ბოდიში. არ არის პრობლემა. გისმენთ ბატონო. ველოდები და მოდის ტაქსი? აუცილებლად უკვე გამოსულია ყურადღებით იყავით. მივედი ცენტრი. კარგი მგზავრი გარეთ დგას და გელოდება. ხო და ნინო. მოკლედ ახლა მინდა რომ პრემია გამოგიწერო. ხო და აი ამ საღამოს რას აკეთებ? უკაცრავად ერთი წუთით. არა, თან საქმეს მიხედე, კი ნინო არ არის. ესა გენაცვალე გამსდა მე რაღაც ტაქსი. გავარკვევთ ბატონო. ცენტრი მე მგონი გავსდი მგზავს. ხო მიტრიალდი უკან არის და გელოდება. ნინო, მაშინ მე ჩემთან შევალ კაბინეტში და გავამზადებ კი, ბატონო, სამუთებს მივძე. ხელის მოსაწერად და ხო. კი ბატონო, მივხვდა. ცენტრი მგზავს ხედავ ახლა და ტარიფი რამდენი უთხრა? 9 ლარი. აუ 9 ლარი? მაშინ ხო, რკინის ფული უნდა დავმალო, იქნება 10 ლარიანი დამიტოვოს. ცენტრი. აუ სათხართ ამდენ ხანს ხო ხედავ, ნუ დაეწყო წვიმა. ვა! წვიმა! დაბძანდით ბატონო დიმა. რა კაცი, მობძან ცენტრი. არ ხსვენი ხმაზე მაინც როგორ ვერიცანი ბატონი დიმა, ჰა? ეს იცი ბრალია ცენტრი. იმის ბრალია რომ ქალები ჩემპიონთა ლიგას არ უყურებთ. აი? ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ. ნინო, დიახ. მე ახლა იქ ჩემთან კაბინეტში გავამზადე ის საბუთები. დიახ. და შენი დასტურიღაა საჭირო.